როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ზუსტად 1 წლის წინ 2025 წლის 1 აპრილს მიღებულ იქნა უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელიც არის გაგრძელება იმ შემზღუდველი საკანონმდებლო პრიმატისა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების შევიწროებას. ეს კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის გაჩვენებას, დისკრედიტაციას და დევნას, მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით. კანონის მიღებიდან ზუსტად 1 წლის თავზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან გვეცნობა, რომ დაიწყო ამ კანონთან დაკავშირებული საქმის განხილვა, რომელიც საიამ 2025 წელს გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოში 6 მომჩივნის სახელით. კერძოდ 3 ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და მედია ორგანიზაციების სტუდია მონიტორისა და საქართველოს ამბების სახელით, ასევე 3 ფიზიკური პირის სახელით, რომლებიც ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წარმოადგენენ. ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში საიას მიერ წარდგენილ ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. კერძოდ, საჩივარში საია დაობს გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების, დისკრიმინაციის აკრძალვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს. ეს ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეს პრიორიტეტულ რეჟიმში განხილავს, რადგან იგი ეხება ფუნდამენტური მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემას და ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გახდება პრეცედენტული არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის საბჭოს წევრი სხვა სახელმწიფოებისთვის. მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კანონმდებლობის რეალური შინაარსი არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ტექსტით, ხოლო სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა ვერ უზრუნველყოფს მის იდენტურ ფუნქციონირებას. სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება, სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში შესაძლოა სრულად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს, რაც განპირობებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმების დამოუკიდებლობით. სწორედ აქედან გამომდინარე, საჩივარში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად კანონის აღმასრულებელ სუბიექტებს, წარსულში ანტიკორუფციულ ბიუროს ახლა მის სამართალმემკვიდრეს, ასევე პროკურატურასა და სასამართლოს კუთხით მათ მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსილებები, რაც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს. ამასთან დიდია ის მსუსხავი ეფექტი, რომელიც ამ ტიპის აღსრულების მოლოდინში შესაბამის სუბიექტებს, ადამიანებსა და ორგანიზაციებს შეიძლება ჰქონდეთ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ სასამართლომ მიუთითა, რომ საჭიროა შეფასდეს, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ უფლებების შეზღუდვა ფარულად სხვა არაკონვენციური მიზნებისთვის. კერძოდ, ხომ არ იყო უფლებების შეზღუდვის რეალური და დომინანტური მიზანი სხვა ფარული განზრახვა. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს პოლიტიკური ანგარიშწორება ან კრიტიკული ხმების გაჩუმება, რაც იმთავითვე კონვენციასთან შეუსაბამოა. ის, რომ ეს ასეა, დასტურდება არაერთი სხვა საერთაშორისო მექანიზმის შეფასებით, რომლებმაც დეტალურად მიმოიხილეს ის შემზღუდველი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც საქართველოში სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ 2024 წლიდან მოქმედებს. სახელმწიფოს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად სასამართლომ ვადა 2026 წლის 21 ივლისისათვის განუსაზღვრა. საზოგადოებას ასევე შევახსენებთ იმას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე ფაქტობრივად დაასრულა რუსულ კანონთან დაკავშირებით 136 ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის ერთობლივი საჩივრის განხილვა. მადლობა ყურადღებისთვის და ახლა სიტყვას გადაგცემ მინას. მოგესალმებით, ჩემთვის ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაგეგმულ
ნაბიჯებში. პირველი ის, რომ ძალიან სწრაფად მოხდა რეაგირება და ჩვენ არ მოგვიწია წლებით ლოდინი, იმიტომ რომ ამით მე დავინახე, რომ სტრასბურგის სასამართლო ხდება და იცის, რომ შესაძლებელია ისეთი რეაქცია მოხდეს ამ კანონს და იმდენი მედია გაანადგუროს სანამ წლები გავა, რომ მათ გადაწყვეტეს ძალიან სწრაფ რეჟიმში მიიღონ გადაწყვეტილებები, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ეს სწრაფი არის ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა, იმიტომ რომ რაც უფრო სწრაფად განიხილავენ, მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მით უფრო ბევრი მედია გადარჩება, დამოუკიდებელი მედია, რომელსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს, თორემ პროპაგანდისტულ მედიებს გადასარჩენი არაფერი არ ასჭირს ამ ხელისუფლების პირობებში. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რაც თამარმაც ამიხსნა, ის არის, რომ ერთ-ერთი მუხლი, 18 მუხლი, რომელიც ასევე მიიღო განხილვაში, 5 მუხლით არის გასაჩივრებული, ამბობს ასეთ რამეს, რომ კანონი გამოყენებულია, შემისწორებს თამარი თუ რამე არასწორად თქვი, ხომ არ არის გამოყენებული ეს კანონი ადამიანების რეპრესიისთვის და სხვა ასე ვთქვათ, არაკონვენციური მიზნებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ანგარიშის სწორებისთვის და კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად ხომ არ არის გამოყენებული. აი ამას იხილავს და მე ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ზუსტადაც ამიტომ იყო ეს კანონები მიღებული და ძალიან გამიხარდა, რომ ეს მუხლიც მიიღო სტრასბურგმა და დაიწყო ამის საფუძვლიანი და ესეთი შესწავლა და ამაზე პასუხსაც ალბათ ისეთივე ჩქარა იტყვის, როგორც ასე ვთქვათ, დაიწყო განხილვა.